თავარი კითხვა ფორმულირებული იყო შესავალში ამ კონკრეტულ მომენტს როგორ შეაფასებთ ერთის მხრივ იყო გარკვეული დინამიკა რომელიც 26 მაისის თარიღის აღნიშვნას ოპოზიციურ კონტექსტში უკავშირდებოდა ალიანსის ორგანიზებით და მეორეს მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტი და მისი შედეგი რომელიც აისახა ამ განცხადების შინაარსში დარწმუნებული ვარ თქვენ დეტალურად გაეცნობოდით ქონდა თუ არა შესაძლებლობა სახელმწიფო დეპარტამენტის ამ შეხვედრებში თქვენ პარტიასაც მიიღო მონაწილეობა რა შტაბ-შტაბი მადლობა მოწვევისთვის და ამ კითხვისთვის მე ზოგადად ქართულ საზოგადოებას ურჩებდი რომ დიდ მნიშვნელობას ნომიანიჭებდა ამ განცხადებას იმიტომ რომ მაინც და მაინც არავის არ უნდა იქიდან ვინმეს რამე გაიგო თორე ვინმეს რომ რამის გაგება იქიდან დომოდა ამას ხო უფრო გასაგებად იტყოდნენ ასევე რაც შეეხება ჩვენს იყოფნას ანუ ჩვენ ერთი უცნაურობის მსხვერპლი ვართ ზოგადად რაღაცნაირად ჩვენ ვიცით რომ იცით და სულ ამას ლაპარაკობთ რომ ჩვენ ვართ ყველაზე პროამერიკული პარტია იმ გაგებით რომ რასაც ჩვენ ვითხოვთ საბოლოო ჯამში ის ამერიკულ ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებას ეფუძნება და იქიდან იღებს სათავეს იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ჩვენ ფაქტობრივად ვითხოვთ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის სახელით ამერიკის საელჩოში და მათ შორის ასეთ ტიპის მიღებაზე გამოდის ხალხი, რომელიც ღიად იცის ყველამ რომ მოსყიდულია. თვითონაც აღიარებს ბატონი გვარამია 40 მილიონის ამბავს და ხალხი მისი თანაპარტიელები და ასე შემდეგ, რომელიც უბრალოდ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია საქართველოში, რომ წინა მოწვევის პარლამენტში თუ წინა არჩევნებზე ქოცების თამაშს თამაშობდნენ. მთელი ოპოზიცია გადააგდეს საბოლოო ჯამში. ისაც ახლა ამერიკელები თვითონ მოგვიწოდებს საელჩო ამ ნაწილში, რომ ინსტიტუციები უნდა გამოიყენოთ და დემოკრატია ამაზეც დგას მათ შორის და ასე შემდეგ. იმ მიზანგრევაში კონკრეტულად ადამიანები თვითონ არიან მონაწილეები. პასუხს არ აგებენ იმაზე, საჯაროდ არსებულ პრეტენზიაზე, უბრალოდ ადასტურებენ, ოღონდ დაივიწყეთ 40 მილიონიო. ეყოთო ძალაო ეს ყველაფერი დაივიწყოთო და ასეთი ხალხი მთელი საზოგადოების წინაშე მოწვეულია როგორც ოპოზიციონერი. და ეს პრობლემა იმითი რომ ჩვენ იმიტომ არა ვართ მაგალითად რა ოფიციალური განმარტება მის არის ის რომ ბარიერ გადალახული პარტიები მოვიწვიეთ. და ბარიერ გადალახული პარტიები რა შუაშია ის პარტიები იმ შემადგენლობით არც არსებობენ. დაშლილები არიან. ის პარტია არ არსებული პარტიებია მოწვეული სინამდვილეში. და ახლა მაგალითებით შემიძლია მოვიყვანოთ რომელიც სხვა იმ დროს ერთი პარტია იყო მე დაიშალნენ დღეს სხვა პარტია არიან და შეკიდე ამბობ ბარიერ გადალახული პარტიაა თანო გაყალბებული არჩევნებიო და ჩვენ თან ასევე საქართველოს მოგეხსენებათ ელჩი არ გვყავს და ჩვენ რაღაცნაირად აი უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ შემთხვევაში თქვენი უკმაყოფილება როგორც ვთქვით თავად შეერთებული შტატების საელჩოს მიმართაც არის გარკვეული როგორ შეიძლება ელჩი არ ზოგადად მე ვფიქრობ რომ მე როდესაც ქართველ ხალხს ველაპარაკები, მათ ველაპარაკები როგორც ნებისმიერი ქვეყნის თანასწორებს, ნებისმიერ ადამიანის თანასწორებს, სანამ რამეს გავიგებ მათზე, ხო? და რატომ უნდა ველაპარაკო ვიღაცას არათანასწორად? და მე რაღაცნაირად მართლა უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ამერიკა საქართველოს ელჩი არ ყავს. ზოგადად ეს ფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ, დღევანდელმა საქართველომ, დღევანდელი მოქმედი შემადგენლობით, როგორც ჩვენ დავაკომპლექტეთ, რა სიტუაცია ჩვენ მივიღეთ, გინდა ხელისუფლება, გინდა ოპოზიციური, გინდა მათი თანაფარდობით ზოგადად ვერ დავიმსახურეთ როგორც ჩანს სერიოზული ყურადღება. იმდენად სერიოზული ყურადღება, რომ მართლა ამერიკელების სახელით მოწყობილ ღონისძიებებზე ოპოზიციონერი ვერ გაურჩევიათ მოსყიდულისგან. და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ეს ხო მათი პრეროგატივა არ არის არის გარკვეული კონკრეტული კრიტერიუმები მათ შორის საარჩევნო შედეგები და ბევრი სხვა არა მე ვფიქრობ რომ მე რატო ამბობ ამას გიორგი ჩვენ სულ ზედმეტ მნიშვნელობას და თამაშის წესებს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების რომელიც ერთადერთია სამყაროში ვის იმედი შეიძლება კონდეს მასთან ურთიერთობა მასთან მეგობრობა მნიშვნელოვანია მაგრამ ჩვენ ხო ფაქტია ვხვდებით როდესაც ვიღაცა შენი პარტნიორი მეგობარი შეცდომას უშვებს და შენ ხო ვალდებული ხარ რომ მან არ დაუშვას მეტი შეცდომა წარმატებას მიაღწიოს რაღაცაში პირობითად გამოუვიდეს ურთიერთობა შენს ქვეყანასთან შენ საზოგადოებასთან შენ ხომ სწორი რჩევები უნდა მიცე ხო და სწორი რჩევები არის ის რომ ჩემი აზრით უფრო სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი გარემოებები ეს ხო ფაქტია რჩევების ჩამონაწერი მივიღეთ როგორც ხელისუფლებასთან მიმართებაში განსაკუთრებული აქცენტია იმაზე რომ სტაბილური პარტნიორი რო იყოს ქვეყანა ამისთვის მითითებულია დაახლოებით რა გასაკეთებელი და მათ შორის ის რომ
პოლიტიკური ინსტიტუტების ჩართულობის ხარისხი უნდა იყოს ოპოზიციის და წარმომადგენლობა უნდა იყოს და დემოკრატია უნდა იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ იქ ხა არ წერია კონკრეტულად ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, ეს გააკეთეთ. აი თქვენ თვითონ მიხედეთო, საბოლოოში ხო ეს არის მოკლედ ამის კითხვა მინდა, თქვენ ესე წაიკითხეთ, რომ თქვენ თავს თქვენ თვითონ მიხედეთ თუ ჩვენც ვართ მზად, უпроსორეთ აი ამის მიხედვას რო დაიწყებ და რაღაც ნაბიჯებს რო გადადგავთ, იმიტომ რომ ბოლოს შეწერია იმ წერილში, რომ ჩვენ ველი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს მთავრობის მხრიდან რო დავინახოთ ეს ცნობილი სტანდარტული სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხიც იყო, რომელსაც ლამით ყოველ თვე ვიმეორებდით ხოლმე, როცა შეკითხვას ვაგზავნიდით, რომ საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია ის, რასაც ჩვენ ველით და გსურს დავინახოთ სერიოზული მიდგომა და მზაობა ამისთვის და აბა გადადგით ნაბიჯები. აი ამ სახელმწიფო დეპარტამენტის ამ დელეგაციის ვიზიტი, ამ შემადგენლობით და უკვე ასეთი განცხადება ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი სერიოზულობისკენ წავიდა და რაღაცა დრო არის მიცემული თუნდაც საქართველოს მთავრობისთვის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგან. თუ ეს არის ზოგადი სურვილები ამ ისტორიას, მე ესე უყურებ ისტორიას. არსებობს ჩემი ბიზნეს ინტერესები, ჩემი ინტერესები არსებობს. მე მჭირდება სტაბილური გარემო. თქვენ როგორც იქცევით ოპოზიციასთან და როგორც თქვენ იქცევით მეორე მხარე რომ ინსტიტუციებს არ ცნობდა რაღაცა შვებით, ჩემს ბიზნეს ინტერესებს და სტაბილურობას უშლის ხელს. მე მინდა დავინახო სტაბილური გარემო ჩემი ინტერესებისთვის. ამ სტაბილური რაღაცებისთვის კიდე და ამ სტაბილური გარემოსთვის აი ეს უნდა გააკეთოთ, მე ამას გირჩევდით. მაგრამ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ზოგადად ჩემი აზრით არავინ არ გააკეთებს. და მე ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემა ამერიკელ ხალხში ვერ იქნება. ამერიკელ ხალხს უნდა რომ სტაბილური გარემო ქონდეს თავის ინტერესებისთვის, შენთანაც იმეგობროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ქვეყანა კარგი რო იყოს, ეს ჩვენ უნდა გვინდოდეს და ჩვენ ამას როგორც კი ვაბრალებთ, რომ თითქოს ტრამპი უნდა ზრუნავდეს, ან ნებისმიერი ვინმე უნდა ზრუნავდეს საქართველოში, იმაზე რომ მთავრობამ ზედმეტი უფლებამოსილება არ წაიღოს და ეს არ არის ქართული ხალხის გადასაწყვეტი, მე ამას ცოტა გულუბრყვილოს უყურებ და არ მინდა ამასთან ზედმეტი დამოკიდებულება მქონდეს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის ბედი ზოგადად ამ ქვეყანაში წყდება და მაგრამ ის მესიჯიც, რომ ჩემ ბიზნეს ინტერესებს ამერიკას თავის ბიზნეს ინტერესები გააჩნია და ეს მნიშვნელოვანია, მე მგონი აქედან ყველა მოიკითხავდა. ეს არის ეს წერილი და ჩვენ ახლა გვინდა ვთქვათ, რომ ამ წერილის გამო ქართულ ოცნებას დაერხა. ისინი უკვე всё რაღაცა დაუთმობენ ოპოზიციას, ამას იზამენ, იმას იზამენ. ეს არ წერია, ჩემი აზრით. წერია, რომ სტაბილური გარემო მჭირდება. ოპოზიციონერების დევნას და ასე შემდეგ და ის რომ არ არსებობს და რაღაცა ესეც არ არის კარგი, ესეც არ მჭირდება. ანუ ამ კონტექსტიდან შევხედოთ ამ ისტორიას. და არა ვთქვათ, მინდან რომ თითქოს სამყარო იწყება საქართველოსდან, ისე უყურებ ჩვენ და ჩვენს ირგვლივ მოძრაობს მთელი ამერიკის პოლიტიკა და ასე შემდეგ. ჩემი პრეტენზია ხო მაგით დაიწყო, რომ საკმარისად არ ჩანვართ არსად, რომ ჩვენით კი არათუ ჩვენით არის წება, ჩვენ ელჩიც არ აქვს ჯერჯერობით. და რაღაცნაირად ინფორმაციების როგორც გროვდება პირობითად, როგორც შეიძლება ქართველი თანამშრომლები არიან თუ ვიღაცები არიან, არასწორად გროვდება და საქართველოს შესახებ ისეთი ინფორმაცია არ მიდის. მე ხო იმას ვერ დავიჯერებ, რომ CIA-ი არ იცის ვინ არის ამ ქვეყანაში. და 40 მილიონის ამბავი არ იცის და ჩემგან გაიგებს ამას დღეს პირველად. მაგრამ მე ვხედავ იმდენად დაბალ ინტერესს, რომ ამ ცოდნის პრაქტიკული რეალიზაცია განსხეულება რაღაც დონეზე მოხდეს, იმდენად დაბალია, რომ ასე არაფერი არ გამოვა. ამიტომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. მე ამიმჯერა. თავად ქართულ ოცნებას მაინც აქვს გარკვეულწილად ტაქტიკა შეცვლილი. მაგალითად თქვენ გუშინ მონაწილეობას ღებულობდით სატელევიზიო დებატებში ერთ-ერთ არხზე, სადაც კახი კალაძე მოვიდა და მონაწილეობდა თქვენთან პოლემიკაში. რისი დაშვებაც და შესაძლებლობაც წლების განმავლობაში უბრალოდ არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ხო, ანუ მათ იციან, რომ მომგებიან პოზიციაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ღია ეთერში ვერ იქნებიან, ხო? დამონტაჟებულ სიუჟეტებში ამის კეთება მათი ხელობა არის. ამის პარალელურად აკეთებენ რაღაცეებსაც. მაგალითად, რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს უკვე მეორე პირი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის პარალელურად იღებენ გადაწყვეტილებას და ასევე საქმე გახსნეს, რომელიც უკავშირდებოდა შეერთებულ შტატებში საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ თაღლითობას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ჩართულები და ეს საელჩომ სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა დღეს საღამოს. ანუ ისინი რაღაცა ჩამონათვალს ამზადებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება თუ ისთანაც კომუნიკაცია იქნება და აი სალაპარაკო იყოს გარკვეულწილად, რომ აი ჩვენ ამას ვაკეთებთ ურთიერთობების აღსადგენად, სიტუაციის გადასატვირთად, სუფთა ფურცლიდან თანამშრომლობის დასაწყებად. რას უნდა აკეთებდეს ამის პარალელურად ოპოზიცია?
თუ ერთიანად არა ინდივიდუალურად მაინც რომ ალტერნატიულ პროცესს აჩვენებდეს და მათ შორის ხელისუფლების ამ ცდელობებს მეორე და მეათე ხარისხოვან მანიპულაციური თემებით შეიყვანოს შეცდომაში, თუნდაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა თუ CIA-ის ეფექტურად და სწორად არ მუშაობს, რომ ამის მაგალითებიც ბევრი ქონია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხო? შეცდომები ყოველას მოხდა. ხო, მაგრამ დამოკიდებულება ჩვენ ვერ გვექნება ისეთი 100%-იანაც სარწმუნო, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში უფრო ჩვენთვის საინტერესო კალაპოტში ჩადგეს და ქვეყნის შიგნითაც ხალხს გაუჩნდეს რაღაც პერსპექტივა და იმედი, რომ აი ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ახლა ყველანი ვართ და სრულიად გაუგებარია, არ ვიცით 28 წელი არის ახალი ორიენტირი, მანამდე რაღაცა ხდება, თუ ხდება, რა პერკეტები და რა ფაქტორები არის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თუნდაც ბიძინა ივანიშვილზე. ამაზე ცხადია ფიქრობთ პარტიაში. არ დაგისვათ ამ კითხვას სხვა პარტიებთან თუ გაქვთ ამაზე კონსულტაციები თქო, იმიტომ რომ ვიცი რომ ამ ნაწილში აქტიური კომუნიკაცია არ მიმდინარეობს თქვენ შორის, მაგრამ თქვენი პარტიის კუთხით როგორ შეხედავდით ამ პრობლემებს? პირველი ოპოზიციამ რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ ამას სულ ამბობდით და ზოგადად არაფერი არ შეიცვლა. ეს სანამ ამას არ მოვაგვარებ, მანამდე არაფერი სხვა არ იქნება გასაკეთებელი. ის არის რომ თქვას რა უნდა. რაში უშლის ბიძინა ივანიშვილი ხელს? ქართული ოცნება რაში უშლის ხელს? თვითონ რას გააკეთებდა? იმიტომ რომ ხალხსაც ეუბნები რომ არ მინდა ბიძინა რუსი ესა ისა რაღაცა ხალხი ეუბნება აბა რა. აბა რაზე უნდა არსებობდეს პასუხი. მე შეიძლება მქონდეს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ჩემი პასუხი არ არის საკმარისი. ეს პასუხი უნდა იყოს ისეთი ძალების მიერ ორგანიზებული, რომელსაც გამარჯვების შანსი გააჩნიათ. და საზოგადოება აირჩევს. ცხოვრების წესი ხო იცის როგორიც არის ქართული ოცნების ცხოვრების წესი. შესთავაზოს უკეთესი ცხოვრების წესი საზოგადოებას და ის კი არ არის სიტყვაზე შენ 1% და 2% გააყალბა საზოგადოებას. არა, აი როგორც იდეა, როგორც არის დამოუკიდებლობის იდეა, როგორც იყო საქართველოში და რაღაც მომენტში ბოლოს როცა კულმინაცია მიაღწია, გასაგები იყო, რომ ის გაიმარჯვებდა რაღაც თვალსაზრისით. აი ესე უნდა იყოს რაღაცა ტიპის იდეა, რომელიც ოპოზიცია რასაც სთავაზობს საზოგადოებას და ეს იდეა უნდა გაიმეოროს ყველამ თავისებურად ახსნას. ამაზე შეიძლება იყოს დისკუსიები, რაღაცები, მაგრამ ჯერ ხო გეგმა არ არსებობს. ხო და გეგმას რო თავი დავანებოთ. აი ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით. იმაზე შეთანხმებაც კი არ არსებობს, რომ ხალხი არ ვაწვალოთ. მოდის შევთანხმდეთ, აი გირჩ უნდა მარტო ერთადერთი რაღაცა. ხალხი არ აწვალოთ. დაპირებაც ერთადერთი აქვს სიტყვაზე. ჩვენ არ გაწვალებთ ხალხო თუ აგვირჩევთ. შინაარსი რა არის ამის? აი სადაც აი ადამიანების წვალებას რაც ეხება, თავრობის მიერ ადამიანების წვალებას რაც ეხება, მოდი დავждეთ და მაკრატლით შევკვეცოთ ესე. ეს ეხება რეგულაციებს, ჯარიმებს და რეგულაციები, ჯარიმები, ყველაფერი, სადაც სახელმწიფოს და ადამიანების გადაკვეთა არსებობს. რითაც ქართულმა ოცნებამ გაგუდა ეს საზოგადოება. მედია რეგულირებები და რო დავიწყოთ, აი უამრავი რო აკრძალულია. მე ახლა მაგალითად ჩემს გადაცემაში ვერ დავაინტეგრირებ ალკოჰოლური სასმელის რეკლამას, იმიტომ რომ რაღაცა რეგულირებული არის და ცალკე პრობლემა მაქვს ამასთან დაკავშირებით. სპონსორი ვერ გიყოლებათ და ხო, მილიონი სხვა თემა. ეს ხო საერთოდ თქვენი წვალებისთვის არის მოგონილი. მეტი ხო არაფერს არ მოგონია, თქვენ ხო გესმით, რომ თქვენ რეკლამას არ უნდა გააკეთოთ ახლა საზოგადოებას. ის მაინც ის დამოკიდებულება ექნება ალკოჰოლზე, რაც აქვს და ესე მარტივი შესაძლებელია. და როცა დაშვებული იყო, მაშინაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ეს ბეთებზე, მილიონი სხვა თემაზე. რითაც თქვენ გაწუხებენ, გაწვალებენ. ეს არის სხვადასხვა სფეროს, ექიმებს სხვანაირად აწვალებენ, არქიტექტორებს სხვანაირად აწვალებენ, იურისტებს სხვანაირად აწვალებენ, ვიღაცას სხვანაირად აწვალებენ და აი ჩვენ გვინდა რომ ოპოზიცია შემოგვიერთდეს. აი ერთადერთ რამეში ებრძოლეთ კაცო ბიზნეს რუსულ რეჟიმს, რაც გინდა ქენი, თქო. მოდი მანამდე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხალხს ნუ აწვალებთ. და თუ ამაზე აი ნაცმოძრაობა მაგალითად რით იყო ცნობილი თვითონ რო რაღაცა სიგიჟებს რო იძახიან როგორც დადებით თვისებებს სინამდვილეში ხო ბენდუქიძის რეფორმებით იყო და როგორ შეიძლება შეფასდეს ბენდუქიძის რეფორმა თუ არა ხალხის წვალებაზე უარის თქმა 1000 ლიცენზია რო იყო და 150 რო დარჩა იმდენივე ნებართვა და ასევე მაგდენი რო დარჩა 80% რაღაც შეიცვალა რომ საბუთი აღარ გჭირდებოდა სათავრობასთან ურთიერთობა არ გჭირდებოდა ხო და მოდი მსგავსი რაღაცა მოვიფიქროთ და შევპირდეთ ხალხს რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში როგორც არ უნდა გადავნაწილდეთ წვალებას დავამთავრებთ თორე აი გუშინელი დებატი თქვენ რაც ახსენეთ სინამდვილეში მთელი პრეტენზია რაც არსებობს თბილისის მერის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მანქანის ბრძოლების იქნება ეს თუ ფეხით მოსიარულებს ხო რომ ნუ გვაწვალებთ ხო ეს არის და ამ გამოწვევაზეა საპასუხო და ხო რავი ის მართლა იმაში რა ქვია 26 მაისის ლოდინი სამი თვე არაფრის კეთებისთვის ახლა რაღაცა შემოდგომაზე ვიზამთო რეგიონში სადღაც თავიდან 5 მომხრესთან შეხვედრა ეს რა შუაშია იმასთან რომ ხალხს მართლა რაღაც უნდა შეპირდე და ის შეპირდე რისი გამკეთებელიც ხარ
ხო და მოდი თავარია საკუთარ ამბიციებზე თქვა უარი რომ ხალხის წვალება არ გინდა და ეს დაპირება შესრულებულია. ამიტომ არის ადვილი მისი რაღაც თვალსაზრისით აღსრულება და ადამიანების დაგიჯერებენ ნუ დამაჯერებლად უნდა თქვას ახლა როგორც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსები საუბრობს ის არ არის დამაჯერებელი ამისთვის. იაგო, აი თქვენ ახსენეთ მაგალითად რეგიონებში შეხვედრა. არა რაღაცა კონკრეტული აქციის პარკლებში, მაგრამ პოლიტიკური პარტიების მშენებლობისთვის საკუთარი ამომრჩევლის ცოდნა, მასთან კომუნიკაცია და ახალი ამომრჩევლების მომხრობა მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის. აი თქვენს ორგანიზაციას გირს რა სპეციფიური მეთოდები გაქვთ რომ სიტყვას რეგიონში კი არიაროთ და როგორც თქვენ აღნიშნეთ საკუთარ 15 კაცს ელაპარაკო არამედ გააფართოვო ის სეგმენტი რომელიც თქვენს პოლიტიკურ პარტიას აქვს ამ თემების გარშემო ერთიანდება და ამის გამო გიჭერთ მხარს და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვავდით არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ამ მოთხოვნების ამ ღირებულებების კონტექსტში რომელ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს ხედავთ ისეც რომელიც შეიძლება ყოფილიყო პოტენციური თქვენი კოალიციური პარტნიორი დაუშვათ შემდეგ მთავრობაში ან პარლამენტში. ნუ ჩვენ ამ კითხვაზე ძალიან პრიმიტიული ტექნიკური პასუხი მქონდა რომ ჩვენ მზად ვიყავით აპაჩენების მერე თანამშრომლობა ქოცებთანაც და ნაცებთანაც იმის მიხედვით თუ ვინ უკეთეს პირობას შემოგთავაზებდა ჩვენი იდეებისთვის. ჩვენი იდეები ამ 9 წელია ვლაპარაკობთ პირობითად და ახლა დღეს ყოველ შემთხვევაში სწრაფად ვერ ავხსნი რაც არ უნდა იყოს იდეოლოგიაში დავასახელო რაღაცა დავასახელო მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პარტნიორად მოვიაზრებთ იმ ნებისმიერ ადამიანს და ჩვენთვის არ გააჩნია მნიშვნელობა ჩვენთვის სასურველ საკითხზე მწვანე ღილაკს ვინ ადამიანი არაწვალოთ კანონს ხარს ვინც დაუჭერს ადამიანის წვალებაზე უარს ნიკა გვარამია მეთქი ხო იცით რომ ნიკა გვარამია და ჩემი გემოვნება ძალიან განსხვავებულია ყველაფრით და როგორც მიმაჩნია მაგრამ ის იზამს ამას თუ ნებისმიერი სხვა ქართული ოცნების წარმომადგენელი რომელიც შეიძლება არანაკლებად ოდიოზური იყოს ვიღაცისთვის ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია იმიტომ რომ მეცოდინება რომ ამათ რაღაც კაი საქმე მაინც გამოგლიჯე წვალე ერთით ნაკლებია წვალების კანონი მივაღებინე ხო და ამ გაგებით როგორ გითხრათ ჩვენი პოლიტიკური თანამოაზრე ადამიანების გათავისუფლების საქმეში ამ წუთას რო გითხრათ რომელიმე პოლიტიკური პარტია ამეთქი მე უნდა გაგისხოთ კონტრკითხვა რომელი გეგულებათ რომ ადამიანის წვალება არ უნდოდეს აი ის ჩემიანია თუნდაც მეტყვის მოვა ჩემთან და მეტყვის რომ მე არ მინდა ადამიანის წვალება მე უარს ვამბობ ამ უფლებამოსილებას და ამას უბრუნებ ხალხს ყველა ჩემიანია რაღაც თვალსაზრისით მაგრამ დღეს ჯარიმების გაუქმებაზე რეგულაციების შემცირებაზე ამნისტიაზე ანუ თქვენ ხო იცით რომ მე ამნისტიაზე რამდენი წინა პარლამენტში რამდენს დავრბოდი და მაშინ მიუხედავად იმისა რომ უამრავი ხალხი ლაპარაკობდა რომ სასამართლო არ გვივარგა რაღაცა ადამიანები ზოგი ბევრი ტყილაზე ციხეში ოღონდ ყველა თავისი გემოვნებით ამბობდა ამას და მე როცა საყოველთაო ამნისტიის პროექტი შევიტანე იქ და უთხარი რომ მოდი რაღაცა დოზით ყველას მეოთხედი ყველას ჩამოვაკლოთ ხარი დამიჭირეთ მე ოპოზიციის მხარდაჭერის მოპოვებაც გამიჭირდა ყველა ოპოზიციონერს ხარი არ მოუცია ღიად მებრძოდა იქ ზოგიერთი პარტიები როდესაც ესეთი ინიციატივა გავიტანეთ ამიტომ ჩემი აზრით თუ თქვენი კითხვა გძელი იყო და რაღაცას ვიცი რომ აზრი დავკარგი შეიძლება ბოლომდე ვერ გიპასუხეთ რაღაცაზე ხო პირველი ნაწილი უკავშირდებოდა თქვენ სამომრჩეველთან კომუნიკაციის მეთოდებს ხო და რაც შეეხება მე ეს და მე პასუხ აუცილებლად ხო რაც შეეხება ჩვენს ამომრჩევლებს ჩვენი პარტიაც და იდეოლოგიაც მოგეხსენებათ რომ განსხვავებულია ჩვენს ამომრჩევ ჩვენიანებს ჩვენ არ ვყოფთ არა თუ ტერიტორიული ნიშნით არამედ არც ეთნიკური ნიშნით არ ვყოფთ და უფრო მეცაც გეტყვით არ ვყოფთ იმის ნიშნითაც კი რომელი ქვეყნის მოქალაქეა ანუ შეიძლება ეს უცნაური იყოს პოლიტიკური პარტიისთვის მაგრამ ჩვენთვის ისეთივე ქართველები არიან ქართველი ემიგრანტები ამერიკაში ან სამყაროს ნებისმიერ სხვა წერტილში ევროპაში რომ ისინი მიუხედავად იმისა რომ თავიანთი საჭიროებების გამო ამერიკის მოქალაქეები გახდნენ თუ გერმანიის თუ რუსეთის თუ რომელიცაც გინდა იმ ქვეყნის თუ ის ადამიანი ქართულად აზროვნებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უნდა მონაწილეობა უნდა რომ თავისი აზრი საქართველოზე გამოხატოს და ქართველია ჩვენ მათ არ ვყოფთ რომ ეს ხალხი როგორც რო აუგზავნეს ხელისუფლება ემიგრანტებს ქართულმა ოცნებამ ხო ჩვენ ხო თუნდაც აი ამ მოტივით ვიძახდით რომ გიჟები ხო არა ხართ როგორ შეიძლება ქართულ კაცს ქართველობა აუკრძალო ესეთი ტიპის რაღაცას იგიჯე როგორ შეიძლება თავში აზრად მოგივიდეს და ამიტომ ჩვენ სულ უკავშირდებოდით ჩვენს მომხრეებს ელექტრონული საშუალებებით მე ვიტყოდი რომ იდეალური ფორმა არ გვაქვს იმიტომ რომ ნუ როგორ შეიძლება და ჩვენ მხოლოდ 62000 ხმა აგვეღო და როგორ შეიძლება და მართლა ის ხალხი იმას ვერ მიხვდარიყო სინამდვილეში მეორე მხრიდანაც რომ ხოცებს აძლევდა სინამდვილეში 97-ით 3 რომ მოიგო ბიძინამ მაგრამ რო ვერ მივწვდით ეფექტურად ფაქტია ამის მიუხედავად ჩვენ ვეძებთ ხალხს რომელიც ჩვენით არის დაინტერესებული რომელსაც უნდა სიმართლის გაგება რომელიც არ არის ჯიბრის კატეგორიაში რომ მე შემეჯიბროს არამედ ერთი რაღაცა უნდა მარტივად რომ
თანამოქალაქეების წვალება არ ევასება. არ ევასება მთავრობა რო აწვალებს. და თუ ასეთი ხალხი აქეთ მოგძებნის, ჩვენ შევთანხმდებით ყველაფერზე. კიდე ეს პოლიტიკური იყოს, რაც უნდა ცუდი წარსული კონდეს, თუ დავიჯერებ, რომ გადაიაზრა საკუთარი წარსული და წვალებაზე ხალხის უარს აცხადებს, დიდი სიამოვნებით მივიღებდი და ვეცდებოდი, რომ გამოვასწორო მისი წარსული მასთან ერთად. კარგი.